უახლესი ტექნოლოგიები უძველეს სოფელში შატილში ინტერნეტი ჩაირთო მაღალმთიან ხევსურეთში ვირტუალური ურთიერთობის სხვადასხვა საშუალებით სკოლის მოსწავლეები უკვე სარგებლობენ. ინტერნეტმა მკაცრ და გრძელ ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელს კომუნიკაციის პრობლემა ნაწილობრივ მოუგვარა. უძველესი კოშკები, სახლები და სალოცავები. ადგილზე, სადაც ყველაფერი წარსულს გაგონებს, მომავლის ტექნოლოგიები გაჩნდა. უკვე 2 თვეა შატილის სკოლა-ინტერნატში მოსწავლეები სკაიპით, ჩატით და ურთიერთობის სხვა ვირტუალური საშუალებებით სარგებლობენ. ინტერნეტში ჩართულმა ერთადერთმა კომპიუტერმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის უკვე ბევრი შეცვალა. ჩვენი ბავშვები 1-2 წელს ლექსებს ლიტერატურაში არიან შესულები, თავისი ლექსებია, თაც აქ საგამოსტო საიტებს ნახულობ ძირითადად და ნუ რა ვიცი, მეკონტაქტებით ნათესავს. შატილის სკოლა-ინტერნატში სულ 8 ბავშვი სწავლობს. სანამ კომპიუტერებს დადგამდნენ და ერთ-ერთ მათგანში ინტერნეტს ჩართავდნენ, ახალგაზრდებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება საკმაოდ უჭირდათ. მრავალფეროვნებით აქ არც გასართობის საშუალებები გამოირჩევა. ეს არის ჩემი ოთახი და ერთია ჩემი კუთხე ახობს. რავი ნახატები. თავისუფალ დროს ხატავ ხოლმე, ჩანახატებს ვაკეთებ რაღაც ესკიზებს. ეს დახატებ, ეს რა არის? ეს რაღაც ხევსურული სალოცავების ზემოქს ციკლი გაკეთებული და იმის ერთ-ერთი ეს არის. არავითარი კავშირი არ გვაქვს ქალაქთან. პირველ რიგში ეს თვითონ მარტო ბავშვებისთვის კი არ მოსახლეობითაც კარგი არის. მერე ბავშვები სწავლობენ კომპიუტერთან მუშაობას, შედიან ლიტერატურულ ფორუმებში, შედიან საინტერესო საიტებში. ინტერნეტის გამოჩენამ შატილის მოსახლეობას კომუნიკაციის პრობლემები მოუგვარა. მისგან განსხვავებით არხოტის ხეობის სოფელი ახიელი ნოემბრიდან მაისის ჩათვლით გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება. სამანქანო გზა აქ არ არსებობს. ზაფხულში კი მხოლოდ გზის ბოლო მონაკვეთიდან სოფლამდე 30 კილომეტრიანი საცალფეხო ბილიკია. ტელევიზორი გვაქვს ერთი ძველი და იმას უყურებთ. რადიოს არ იჭერებს. საბოდნაი ჩეჩიტას იჭერებს და ისეთ სიჭერას მუსიკებს უსმენთ. შატილიც და არხოტის ხეობაც დუშეთის რაიონის გამგეობას ეკუთვნის. ზამთრის პერიოდში აქ გადაადგილების ერთადერთი საშუალება ვერტფრენია. ვაპირებ შეძლების დაგვარად ალბათ 2 კვირაში ერთხელ გავაკეთო ხევსურეთში ფრენა, რამე თუ აქ ხალხის ძირითადი მოთხოვნა ეს არის ვერტფრენი. დღესდღეობით შატილში ვერტფრენი თვეში ერთხელ დაფრინავს.